20 წელია დაკავებული ვარ ტრენინგების ჩატარებით და ერთ-ერთი თემა, რომელიც ყველა აუდიტორიაში იჩენს თავს და დიდ ინტერესს იწვევს და ერთნაირად აქტუალურია Gen Z თაობისთვის, მილენიალებისთვის და უფროსი თაობების წარმომადგენლებისთვის, არის ფინანსური თავისუფლების მიღწევის საკითხი და თავში მიტრიალებდა ეს თემა და ძალიან გაგვიმართლა, რომ ჩვენი მეგობრები კომპანიიდან Index Wealth Management დაგვიკავშირდნენ და მოკლედ სურვილი გამოთქვეს, რომ ინვესტიციებზე, ფინანსურ თავისუფლებაზე ერთად მოგვემზადებინა გადაცემების სერია YouTube-ზე, ჩვენ YouTube არხზე და მოკლედ ძალიან გაგვიხარდა ეს ამბავი, კარგად დავამუშავეთ თემა და ვიწყებთ ფაქტიურად ამ საქმის, კარგი საქმის ჩემი აზრით გაკეთებას. Index Wealth Management-ის საქმიანობა უძრავ ქონებას უკავშირდება და მათ საინვესტიციო მრჩეველებს შეუძლიათ გაგიზიარონ გამოცდილება თუ როგორ შეიძლება ამ სფეროში კონკრეტულად უძრავ ქონებაში ინვესტირება ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევის ერთ-ერთ გზად გადაიქცეს. როდესაც ფინანსურ თავისუფლებაზე ვლაპარაკობთ, ყველა ადამიანი შეიძლება სხვადასხვა რამეს გულისხმობდეს და ამიტომ ვფიქრობ, რომ დასაწყისში მნიშვნელოვანია განვმარტოთ, ასე ვთქვათ, რას გულისხმობთ, როცა ფინანსურ თავისუფლებაზე ვლაპარაკობთ, ხო? პირველ რიგში ის უნდა ვთქვათ, რომ თავისუფლება როგორც ასეთი თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ოღონდ ბევრი თვალსაზრისით, ბევრი აზრი შეიძლება ჩავდოთ თავისუფლების იდეაში. მაგრამ ერთი, რასაც ვერ გავექცევით, აი ამ თავისუფლებაზე ფიქრში, არის ფინანსური თავისუფლების კონცეფცია. ქვეყნის თავისუფლებაზე გვაქვს ლაპარაკი, პიროვნების თავისუფლებაზე თუ რაღაცა ჯგუფის, სოციუმის თავისუფლებაზე, თავისუფლების იდეის ნაწილი ფინანსური დამოუკიდებლობა ცალსახად არის, ხო? ძალიან ბევრი მოსაზრება არსებობს, ესე იგი ბევრი რამე გვსმენია ფინანსური თავისუფლების შესახებ, ზოგი არის ტრადიციებიდან მომდინარე, ჩვენი ოჯახებიდან, ზოგი მეცნიერული მიდგომაა, რა ვიცი, გამახსენდა ამას, რომ ამზადებდი მუშნის არანდიას გამოთქმა, რომ ხელფასი კი არ უნდა იყოს კაცო, არამედ კაცი უნდა იყოს ხელფასო, მოკლედ ყველანაირ მოსაზრებას მოისმენთ, ხო? და ჩვენ დროში ყველა ადამიანისთვის, აბსოლუტურად ყველა ადამიანისთვის, ყველა ასაკის და თაობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი გახდა, რომ ესე იგი მუშაობა კი არ უწევდეს და ნებისმიერი სამუშაო შესრულება კი არ უწევდეს, არამედ იმას აკეთებდეს, რაც აინტერესებს და აკმაყოფილებს, ხო? ანუ ფაქტიურად არჩევანის თავისუფლებაზე გვაქვს ლაპარაკი, რომ მე სამსახურს ვირჩევ არა იმ მოსაზრებით, რომ ხელფასს ვინ რამდენს გადამიხდის, ან საერთოდ ასარჩევადაც არ ამაქვს და პირდაპირ იმას ვაკეთებ, სადაც რამე შემომთავაზეს, არამედ მაქვს არჩევანის თავისუფლება. და არჩევანის თავისუფლება არის პრივილეგია და ამ პრივილეგიას უნდა დამსახურება. სწორედ ეს არის ჩემი აზრით ფინანსური თავისუფლების არსი, რომ რაღაც ასაკში სანამ ჯერ კიდევ ენერგიაზე ხარ, გქონდეს ადამიანს იმის საშუალება, რომ შენი ცხოვრების სტილის და საქმიანობის არჩევისას თავარი იყოს შენი ინტერესები, მიდრეკილებები, შენი ფასეულობები და არა ხელფას რამდენს გადაგიხდიან. ანუ მე განვმარტავ ფინანსურ თავისუფლებას, როგორც არჩევანის თავისუფლებას, რა ვაკეთო, რა მიმართულებით ვიმუშაო და ასე შემდეგ, ხო? თუ ეს არჩევანი არ ამაქვს და ერთადერთი გზა, რომ შემოსავალი მივიღო ადეკვატური არის ნებისმიერი სამუშაო შესრულება, ოღონდ კი ესე იგი ხელფასი გადამიხადონ, გამოდის, რომ არ მაქვს ფინანსური თავისუფლება და შესაბამისად არჩევანის თავისუფლებაც არ მაქვს და ჩვენ გადავწყვიტეთ Index Wealth Management-თან ერთად, რომ გავაკეთოთ ვიდეოების სერია, რომელიც სწორედ ამ თემას, ფინანსური თავისუფლების საკითხს განიხილავს სხვადასხვა განსხვავებული კუთხით. და როგორც ვახსენე, ამ სერიაში ჩვენ ვერ შევქმნიდით, რომ არა ჩვენი მეგობრები
Index Wealth Management-იდან გთავაზობთ, რომ გაეცნოთ მათ შეთავაზებებს, მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო შეთავაზებები აქვთ, რომელიც ნამდვილად არის ერთ-ერთი გზა, ერთადერთი არა, ფინანსური თავისუფლების მიმართულებით ნაბიჯის გადასადგმელად და ეს გზა საკმაოდ პოპულარულია ჩვენ დროში, ამიტომ გირჩევთ, რომ გაეცნოთ Index Wealth Management-ის შემოთავაზებებს. ეხლა გავაგრძელოთ საუბარი პირველ რიგში, ესე იგი, ის უკვე თქვით ჩვენ რას ვუწოდებთ ფინანსურ თავისუფლებას და მინდა გთხოვოთ, რომ თქვენი მოსაზრებები გაგვიზიაროთ კომენტარებში, ამ ვიდეოების სერიის გაკეთებისასაც გამოვიყენებთ აუცილებლად თქვენ გამოცდილებას და თქვენ შეკითხვებს და თქვენ მოსაზრებებს, მაგრამ რამდენიმე შეკითხვა მე თვითონ ჩამოვაყალიბე და შევეცდები ამ ვიდეოში რომ პასუხი გავცე. ესე იგი, რატო არის მნიშვნელოვანი ფინანსური თავისუფლება? მნიშვნელოვანი იმიტომ არის, რომ აღარ შფოთავ ფინანსურ საკითხებზე, უფრო სწორად და ალბათ ნაკლებად შფოთავ, შეგიძლია იმოგზაურო, შეგიძლია დაიწყო ახალი საქმე, ჰობის მიხედო, მეტი დრო დაუთმო ოჯახს, იმდენად აღარ ახარ დამოკიდებული დაუშვათ ყოველთვიურ ხელფასზე. თუმცა ეს დამოკიდებულება ალბათ დარჩება, მაგრამ უფრო ნაკლები ხარისხით, ხო? და კიდე ერთი რაც მინდა ვთქვა, ეხლა დარწმუნებული ვარ, რომ ამ ვიდეოს სხვადასხვა თაობის ადამიანი უყურებს და სხვადასხვა თაობა სხვადასხვანაირად განმარტავს ფინანსურ თავისუფლებას. მე ვარ X თაობის წარმომადგენელი, ანუ ჩვენ დავიბადეთ 1964 წლიდან 1980 წლამდე X თაობა და X თაობის ენაზე რომ ჩამოვაყალიბოთ, ეს არის რომ მქონდეს ჩემი შემოსავალი ასაკში, დავეხმარო შვილებს და შვილიშვილებს, მით უმეტეს პირიქით კისერზე არ ჩამოვეკიდო ჩემ შვილებს და შვილიშვილებს, ჩემ სახლში ან ბინაში კომფორტულად ვიცხოვრო. ეს არის მოკლედ რომ ვთქვათ X თაობის ფინანსური დამოუკიდებლობა. Y თაობა, ანუ მილენიალები, სხვანაირად აყალიბებენ შედარებით, ეს არის ვალებისგან თავისუფლება და თავისუფლება იფიქრონ კარიერის და ცხოვრების სტილზე. ის აკეთოს, რაც უყვარს, ეს უნდა მილენიალს და დრო დაუთმოს ოჯახს და თავის თავს. ეს არის Y თაობის ენაზე ფინანსური თავისუფლება, Z თაობის ენაზე ყველაზე ხშირად გამოისმენთ განმარტებას არ მომიწიოს მუშაობა 40 წლის შემდეგ. მქონდეს პასიური შემოსავალი, მოქნილი გრაფიკი და ბევრი თავისუფალი დრო. ეს არის Z თაობის ოცნება, ხო? ასევე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ბევრი მითი არის გავრცელებული ფინანსური თავისუფლების შესახებ, რომ მაგალითად, რომ ერთადერთი წყარო ფინანსური თავისუფლების არის, რომ უნდა იყოს მდიდარი. არ არის ხალხო მაგაზე ლაპარაკი. ადამიანს შეიძლება საკმაოდ შეზღუდული შემოსავალი ჰქონდეს და ჭკვიანურად მართოს ეს შეზღუდული შემოსავალი. ასევე არსებობს მითი, რომ ჩემთვის უკვე გვიანია, ნეტა ახალგაზრდობაში დამეწყო ეგ ამბავი. არ არის ასე, ნებისმიერ ასაკში რეალურად შესაძლებელია ნაბიჯების გადადგმა ფინანსური თავისუფლების მიმართულებით. ეხლა რა გავაკეთოთ პრაქტიკულად? მე მინდა რომ ძალიან კონკრეტული რჩევები იყოს თითოეულ ამ ვიდეოში, ხო? პირველ რიგში გამოიწერეთ ჩვენი არხი, იმიტომ რომ ჩვენ ამ თემაზე და სხვა თემებზე ყოველკვირეულად ვათავსებთ ახალ ვიდეოებს, კონკრეტულად ფინანსური თავისუფლების სერიაში 8 ეპიზოდი იქნება ნამდვილად და ამ ვიდეოს აღწერაში YouTube-ში თქვენ ნახავთ პლეილისტის links, რომელთაც შეგიძლია გადახვიდეთ და ყველა ვიდეო ნახოთ, რომელიც უკვე გამოვიდა და გამოწერილი თუ გექნებათ ახალ ვიდეოების შესახებაც გაიგებთ. ასევე, როგორც თქვი, მოგწერეთ თუ შეიძლება გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილებას და თქვენი მოსაზრებები და შეკითხვები კომენტარებში. ეხლა რა რჩევებს მოგცემდით მე? ძირითად დასაყრდენი ფინანსური თავისუფლების არის ბიუჯეტირება, დაზოგვა, დაზღვევა, ვალის მენეჯმენტი, ინვესტიციები და შემოსავლის დივერსიფიკაცია და ამ სერიაში ჩვენ ვილაპარაკებთ თითოეული ამ მიმართულების შესახებ, ხო? პირველი ნაბიჯები რა შეიძლება იყოს? პირველი კარგი ნაბიჯი შეიძლება იყოს, რომ ყოველთვიურად კონკრეტულ ერთ თვეში, აი ამ თვეში მაგალითად ან შემდეგ თვეში თვალი ადევნებთ თქვენ ხარჯებს და ჩაიწერეთ თქვენი ხარჯები. თუ ბარათიდან ხარჯავთ, უფრო მარტივია, იმიტომ რომ საბანკო აპლიკაციით შეგიძლია ნახოთ, თუ ქეშით ხარჯავთ, ნაღდი ფულით მაშინ მოგიწევთ რომ ჩაიწეროთ, ხო? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შეადგინეთ რეალისტური ყოველთვიური ბიუჯეტი, რაზე რამდენი გეხარჯებათ ყოველთვიურად და დაისახეთ დაზოგვის მცირე ფინანსური მიზანი. თქვენი
შესაძლებლობა თქვენ იცით, მაგრამ თვეში 200 ლარის დაზოგვა შეგიძლიათ. თუ 3 თვეში 2000 ლარის დაზოგვა შეგიძლიათ, მოკლედ ციფრებს მნიშვნელობა არ აქვს, ოღონდ მიზანი დაისახეთ და შეეცადეთ რომ შეასრულოთ და მოიძიეთ ინფორმაცია ინვესტიციების შესახებ, ხო? ასევე მინდა ვთქვა, რომ მიკროჩვევები უნდა ჩამოყალიბდეს, არანაირი ფინანსური დამოუკიდებლობა არ იქნება თქვენ თუ არ შეიცვლით თქვენ ჩვევებს და ამ ვიდეოებში ამაზეც გვექნება ლაპარაკი, რომ დაფიქრდით ყოველდღიურისი გაკეთება შეგიძლიათ. მაგიტო ვთქვი, რომ ყოველდღიური ხარჯვა, ყოველდღიური ჩაწერა დანახარჯების და ასე შემდეგ, თუ გაბეზრდებით და არ გინდათ, რომ ყოველდღე მიხედოთ, არაფერი არ გამოვა. მე არ ვიცი მეთოდი, რომელსაც არ ჭირდება ყოველდღიური ნაბიჯების გადადგმა. და პასუხისმგებლობიანი ხარჯვა იწყება წვრილმანებით. ყოველდღიური პატარა გადაწყვეტილებები, რაღაცას არ იყიდეთ, ერთი ყავა რო არ იყიდოთ დაუშვათ ქუჩაში ან ერთხელ არ შეჭამოთ, ეს უკვე აისახება თქვენ დანაზოგზე და შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ 2 და 3 და 5 ლარი რას მიზამს, დამიჯერეთ, რომ 2 და 3 და 5 ლარი კი არ გიზამთ, ეს თვითონ ჩვევაში თუ გადავიდა, ეს ძალიან მაგრა აისახება ფინანსურ სტაბილურობაზე. დაზოგვაც მიკროჩვევებიც იწყება, თუნდაც ძალიან მცირე ჩვევებით. მოკლედ, დაფიქრდით ყოველდღიურისი გაკეთება შეგიძლიათ. მინიმუმ შეგიძლიათ მიაქციოთ ყურადღება თქვენ ხარჯებს და მინიმუმ შეგიძლიათ ძალიან პატარა დანაზოგით დაიწყოთ და ჩვენ ვიდეოებს უყურეთ, იმიტომ რომ ძალიან დეტალურად განვიხილავთ ყველა მიმართულებას. მადლობა ყურადღებისთვის ამ ვიდეოში, ესე იგი, ეს მინდოდა მე თქვა და კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენ მეგობრებს Index Wealth Management-ს, რომ საშუალება მოგწეს ესეთი სერია გაგვეკეთებინა. გამარჯობა, მოგესალმებით. მე ვარ ნინო აბდალაძე, Plomesteris პროდიუსერი. დღეს ვსაუბრობთ ფინანსურ თავისუფლებაზე და როგორ აღიქვამენ მას სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები. მე ამ შემთხვევაში მილენიალებს წარმოვადგენ, სანდრო, რომელიც არის Plomesteris დამფუძნებელი, წარმოადგენს დინოზავრებს. თაობა X. ხოლო ანი, რომელიც არის Plomesteris სხვადასხვა პროექტების ხელმძღვანელი და ბორდის წევრი, წარმოადგენს Gen Z-ს. და პირველი კითხვა არის ასეთი, რას ნიშნავს შენთვის ფინანსური თავისუფლება და სანდრო, მოდი ერთ წუთში მოგვუყევი, რას ნიშნავს შენთვის? ესე იგი, X თაობისთვის ზოგადად, როცა X თაობაზე ვლაპარაკობთ, ვამბობთ, რომ ყველაფერი არის კიბე. ანუ წინ სულა, აი თვითონ ეს სიტყვა, რომ ნაბიჯ, მოთმინებაც აქვთ ისა. ფინანსური თავისუფლებაც ეგეთი, ანუ ფინანსური თავისუფლება X თაობის ენაზე არის, რომ შემდეგი წელი ჯობდეს წინას, ანუ ნაკლები შემოსავალი არ იყოს და სასურველი ამეთი და მე ეს ყველაფერი გადაიზრდება ოჯახის აი შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის, რომ შემეძლოს რაღაცის დატოვება, შეიძლება ბინაზე ვილაპარაკოთ, რაღაცას ქონებაზე, აგარაკზე და მოკლედ ეს კიბე უნდა ვიარო და მივიდე რომ ვიღაცებს დაუტოვო. აი ესე გამოიყურება ფინანსური თავისუფლება და ამიტომ X-ებისთვის დიდასაკთან არის კავშირში. ახალგაზრდობაში ფინანსური თავისუფლების კონცეფციაც კი არ ყოფილა თქვენამდე. ანი, შენთვის რას ნიშნავს? ჩემთვის ფინანსური თავისუფლება ნიშნავს, რაც შეიძლება მალე გავხდე დამოუკიდებელი და მე თავად მეჭიროს სადავეები ხელში. ანუ გავხდი დამოუკიდებელი ფინანსურად, მერე უკვე ფინანსურმა თავისუფლებამ შეიცვალა კონცეფცია ჩემთვის და ეხლა არის ასეთი რაღაცა, რომ ვაკეთო ის, რაც მინდა, რაც მართლა მაინტერესებს და არ ვინერვიულო თანხაზე, არ ვინერვიულო ფულზე და არ მქონდეს მუდმივად ფოთვები, რომ შეიძლება ანუ ფული აღარ მქონდეს, ის ჩემი სურვილები, მიზნები და გეგმები ვერ დავიკმაყოფილო და ეხლა ის რაც მჭირდება, არ მქონდეს რეალურად აღქმადი და არ იყოს ჩემთან ახლოს. ჩემი და შენი ცოტა ემთხვევა ერთმანეთს, მაგრამ ნაწილობრივ განსხვავებული, ანუ ჩემთვისაც როგორც მილენიალისთვის ფინანსური თავისუფლება არ ნიშნავს სიმდიდრეს, უფრო ნიშნავს არჩევანის თავისუფლებას, რომ მე მაქვს არჩევანი გავაკეთო ის, რაც მინდა, არ ვარ დამოკიდებული შემოსავლის ერთ წყაროზე, მაქვს, ასე ვთქვათ, სტაბილური გარემო და ყველაფერ ამას დაემატა ისიც, რომ უკვე ჩემი შვილისთვის ვქნის სტაბილურ გარემოს, რომ როდესაც ვთქვათ ის გახდება 18-ის და უმაღლესი უნდა ჩააბაროს მაგალითად, მას ექნება თავისუფლება, რომ აირჩიოს ისეთი განათლება, როგორიც უნდა და ამისთვის მე ვქნი, ასე ვთქვათ, გარემოს ბაზას და ფინანსებს. რა მეთოდები არსებობს ფინანსური თავისუფლების მისაღწევად?
ჩემთვის მაგალითად ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი და ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური გზა არის უძრავი ქონება, რომელსაც თქვა შემდეგ ან გააქირავებ ყოველთვიურად, ან Airbnb-ზე თქვა უფრო მოკლევადიანი გაქირავები. და ასევე ძალიან მხილავს პასიური შემოსავლის იდეა. იმიტომ რომ მომწონს თქვა ის რომ ერთხელ იშრომებ რაღაცა დროით, მაგალითად გააკეთებ კურსს ფრილანსერობაზე, შემდეგ ამ კურსს განათავსებ ან კურსერაზე, ან უდემიზე, შენ აღარაფერს აღარ აკეთებ და ეს შენი ასე ვთქვათ ნაშრომი თავის ცხოვრებით ცხოვრობს და აგენერირებს ნელ-ნელა შემოსავალს და ასეთი პასიური შემოსავლის წყარო შეიძლება რამდენიმე გქონდეს, სხვადასხვა ციფრული პროდუქტი შეიძლება გაყიდო, ახლა იმ დღეს აღმოვაჩინე რომ აკეთებენ CV-ს ტემპლეიტებს და eBay-ზე იყიდება. ძალიან კარგად სხვათა შორის. Ani, შენ მე აი უძრავ ქონებაზე მინდა გამოგეხმაურო, რომ არც ისე დიდი ხნის წინ, ალბათ 3 კვირის ამბავი ან 2 კვირის ამბავია, მოკლედ ჩემ თავს დავუსვი ასეთი კითხვა, რომ რაღაცას საუბრობდით სამეგობროში. ზუსტად ის პერიოდია, როცა ჩემი მეგობრები უძრავ ქონებას იძენენ, ოჯახდებიან და ასე შემდეგ და ჩემ თავს დავუსვი შეკითხვა, მეთქი ახლა რომ მქონდეს X თანხა, მაგალითად 50,000 евро, რას ვიზამდი? ვიყიდი უძრავ ქონებას თუ წავიდოდი საზღვარგარეთ და ვისწავლები რაღაც მაგისტრატურაზე ისეთ უნივერსიტეტში, რომლის დიპლომსაც აქვს ფასი, ანუ ფასი მართლა ფასად მოკლედ და იქიდან ჩამოსული მე ჩემი ფასიც გაიზრდებოდა და ჩემი პასუხი იყო მოკლედ ჩემ თავთანაც და მე რამდენიმე ადამიანს გაუსიარა რომ მოკლედ მე მეორე კატეგორიის ადამიანებს მივეკუთვნები, რომლებსაც უძრავი ქონება და ზოგადად აი ნივთი და ქონება არ სჭირდება ფინანსური თავისუფლების მოსაპოვებლად. და აი ჩემთვის ვიაზრებ და მგონია რომ იქიდან იმ დიპლომით და იმ სწავლით და იმ განათლებით და მასეთი რაღაცეებით გამდიდრებული მე უფრო ცოტა ხანში, მაგალითად 3, 4 და 5 წელში იმდენს შევძებ და იმდენს მოვიპოვებ, რომ ერთი ბინა კი არ ვიყიდო 2025 წელს, მაგალითად 2028 წელს ვიყიდო რაღაცა 5 ბინა, ან კაი 3 ბინა ძალიან არ გავფრინდა, 3 ბინა და მქონდეს ის მე მუდმივად შემოსავლად რაღაცა 35-40 წლის შემდეგ. კი ბატონო, მე მოკლედ უძრავი ქონება ნამდვილად არ ეოფშენით, ბევრი ჩემი მეგობარი საინვესტიციო პორტფელებს, მათ შორის კრიპტო, ისიც diversified, მაგრამ მოკლედ პასიურ შემოსავალზე იმის თქმა მინდა, რომ ჩემი დაკვირვებით არც ისეთი პასიურია, როგორც გამოიყურება. აი, ჩემ ძალიან ახლობლებს ბინები აქვს ბათუმში და იმდენი მეინტენენსი და იმდენი მიხედვა და ის უნდა, რომ მოკლედ საკმაოდ აქტიურია, რა, მთლად ეგრე რომ ფეხზე მაგადადებული და ის თავისთავად იგივე შემიმჩნევია, რომ ფრილენს კურსები და რაღაცა თუ არა update და up to date თუ არა, რა ერთ წელიწადში გაუვა. და ეს CV-ს ტემპლეიტი იქნება თუ რაღაცა, ხო, როგორც YouTube-ზეა და ასე შემდეგ და. ხო, კიდე ერთ შემოვიტან მე ასე ვთქვათ, რომ მოკლედ აქტიური ბიზნესიც არის ოფშენი, ხო, ერთ-ერთი ბიზნესი, პასიური შემოსავალი და არის აქტიური შემოსავალი. მე მაგალითად მიფიქრია, რომ იმდენი, რამდენიც დაუშვათ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით ფლომასტერი აგენერირებს, თქვა თითოეული ჩვენგანისთვის თანამშრომლებისთვის, მოკლედ რამდენი ცალი, რამდენი ასლი პასიური შემოსავლის ჯამი უნდა იყოს რა და ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ეგ ოფშენი, როდესაც იმას აკეთებ, რაც გიყვარს, ოღონდ იქ ხარ ზომიერი, რომ ძალიან არ ჩაგითრიოს, ხო, მანდაც ხო შეიძლება რომ ადეკვატურია ახლა ჩვენი 4 დღიანი სამუშაო კვირა, რაღაცა მაგის ცდილობაა, რომ კი გიყვარს, მაგრამ თლად არ გავგიჟდეთ და არ გადავეშვათ იმაში, რა ქვია, ხო? ამიტომ ეს აქტიური შემოსავალი ჩემთვის სულ იყო თემა, რომ მეტი earn more, აი შენ რას თქვი და ეგეც ტიპიურია რომ ნინოს მაგისტრატურა ამერიკაში არ გაკეთებული და ის ეტაპია ასე ვთქვათ გავლენიან და ისა თუმცა აი მერეც არ მთავრდება ეგ შესაძლებლობები რომ მერე იტყვი რომ აი ახლა რაღაცა იმ კურსს გავევლე ამას გავევლე და მე მგონია რომ ეს დივერსიფიცირებული ისა რომ შენი აქტიური შემოსავლის წყაროც იყოს ისეთი რომელიც აი ბატარეას კი არ გისვამს და კი არ გაგიჟებს არამედ ადეკვატურია პასიურებიც რაღაცა იმასთან კავშირში იყოს რომ ახლა ისეთი პასიური შემოსავალი რომ ნერვებს გიშლის არ გინდა ხო აი ისეთი გინდა რომ ისიც რაღაცა პოზიტიურ კონტექსტში იყოს უძრავი ქონების იმას ვეთანხმები ფიქრობ რომ საინვესტიციო ისა მანდაც წავა, აი თუნდაც უძრავი ქონების კომპანიებმა დაიწყეს უკვე გამოშვება აქციების და ისიც უძრავი ქონება გამოდის, ხო, ასე ვთქვათ, რომ ფლობ არა კონკრეტულად ბინას, არამედ რაღაცა აქციას და მოკლედ მგონია, რომ აი ეს დივერსიფიკაცია არის ალბათ
მეტნაკლებად ჩემი თვალით ყოველ შემთხვევაში დივერსიფიკაციაში არის გასაღები, იმიტომ რომ საითაც არ უნდა წახვიდე იმ რომელიღაც ბაზარზე შეიძლება რაღაცა კრიზისი გადაეყარო. ხო, უძრავი ქონება მაგ მხრივ ძალიან სტაბილურია და ცოდნა არის ალბათ უძრავ ქონებაზე უფრო სტაბილური, ალბათ ცოდნაა, რომ სულ შენთან არისო რა და ვერ დაკარგავ. ნუ თუმცა ეხა მანდაც რომ ის უნარიანობა დრო რაღაცები ის აქვს რა. მე მგონი ძალიან საინტერესო და სახალისო საუბარი გამოგვივიდა. თქვენც მოგწერეთ, თქვენთვის რას ნიშნავს ფინანსური თავისუფლება, მოგწერეთ კომენტარებში და რასთავარი გითხარით რა მეთოდებს, რა ხრიკებს იყენებთ. დიდი მადლობა, დაგემშვიდობებით, დროებით. მადლობა. გიფიქრიათ, რას ნიშნავს ფინანსური თავისუფლება. თანამედროვე სამყაროში ის ბევრისთვის მნიშვნელოვან მიზნად იქცა. მაგრამ მოდით დავაზუსტოთ. ფინანსური თავისუფლება უბრალოდ გამდიდრებას არ ნიშნავს. ის არჩევანის თავისუფლებაა. შესაძლებლობა იცხოვროს საკუთარი წესებით, წახვიდეს საოცნებო მოგზაურობაში. დაიწყო ის პროექტი, რაც გიტაცებს, ან დროულად დატოვოს სამსახური. ეს ყველაფერი ყოველთვიური საფინანსო სტრესის გარეშე. საინტერესოა, რომ სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები ფინანსურ თავისუფლებას სხვადასხვანაირად უყურებენ. რას ნიშნავს ფინანსური თავისუფლება Z თაობისთვის და მილენიალებისთვის? ეს არის დისტანციური მუშაობა და მოგზაურობა, უძრავი ქონება და სტაბილურობა თუ საკუთარი ბიზნესის ქონა და სესხების გარეშე ცხოვრება. ფინანსური თავისუფლება ჩემთვის ნიშნავს უფრო მეთავისუფალ დროს. უფრო მეთავისუფალ დროს იმისთვის, რომ რავი, მე ოჯახს მეტი დაუთმო, მეგობრებს, სხვა ისეთ საქმეებს, სადაც მაინც და მაინც ფულადი შემოსავალი შეიძლება არ იყოს, hobs, უფრო მეტ ისეთ რაღაცას, სადაც ნაკლებად ღელავ, რომ ამან მაინც ფულადი შემოსავალი მოიტანოს. განვაგებდა მოკლედ ჩემს ფინანსურ ცხოვრებას დამოუკიდებლად, რომელიც ჩემთვის ტოლობის ნიშანია ცხოვრებისეული თავისუფლების. ფინანსური დამოუკიდებლობა ჩემთვის უდრის თავისუფლებას ყოველდღიურ გადაწყვეტილებებში. კვირაში ერთხელ, თვეში ერთხელ ვაკეთებ გადახედვას. რომ რა მდგომარეობაში ხო არის ხოლმე რაღაც მომენტები, როცა რაღაცა უფრო კაპიტალური დაგეგმვა ხდება ამ ბიუჯეტის, პირადი ბიუჯეტის და ოჯახის ბიუჯეტის, მაგრამ ეს პერიოდული რივიუსავით სულ ვაკეთებ ეს პერიოდულად ორ კვირაში ერთხელ, თვეში ერთხელ, რომ რაღაცა ცვლილებები არის ხოლმე რა და მოკლედ იმისთვის რომ პულსზე გეჭიროს ხელი. გამომდინარე იქიდან რომ ვარ ფრილანსერი და არ მაქვს სტაბილური შემოსავალი, ფრილანსინგთან ერთად მაქვს ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, როგორ გადავანაწილო საკუთარი ბიუჯეტი იმგვარად, რომ მაქსიმალურად სტაბილურად ვგრძნობდე თავს ცხოვრებაში. შესაბამისად, ამ ნაწილშიც ძალიან ვცდილობ ხოლმე რაღაც გამოვიმუშაო უნარები, რომელიც დამეხმარება საკუთარი ფინანსების მართვაში. ძალიან აქტიურად ვაკეთებ ხოლმე რაღაცა საკუთარ გონებაში მონახაზებს თუ როდის რამდენი სახარჯვის უფლებას ვაძლევ საკუთარ თავს და ამაში ძალიან მეხმარება მობილური აპლიკაციები და ონლაინ ბანკინგი, იმიტომ რომ გაცილებით მარტივს ხდის მონიტორინგს, როდის სად რამდენი დახარჯე და შესაბამისად გადათამაშების საშუალებასაც უფრო მეტად გაძლევს. შენ უნდა მართვეს და შენ შეგიძლია რომ ამაზე ფიქრი დაიწყო. არ მიუშვა ეს ყველაფერი, რომ აი თქვა, რავი, სტაბილური შემოსავალი მაქვს, ხელფასი მაქვს და ეს ხო სულ ესე იქნება. ანუ ეს არ უნდა ჩათვალო, რომ სულ ესე იქნება და რაღაცნაირად სულ უნდა აკონტროლო, რომ არ გაგექცეს რაღაც სადავები ხელიდან. იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ ჩვენი ვიდეო და ერთი პატარა დანართი მინდა გავუკეთო. ესე იგი, კვლევის 2 წყარო მინდა მოვიყვანო და 3 წიგნი გირჩიოთ, ვისაც მოგინდებათ, რომ ჩაუღრმავდეთ საკითხს. პირველი არის Fidelity Investment-ის კვლევა, ძალიან საინტერესო, რომელმაც დაადგინა, რომ Gen Z-ის და მილენიალების 64% ფაქტიურად 2/3 აპრიორიტეტებს ფინანსურ მიზნებს და ფინანსურ მიზნებს იმიტომ აპრიორიტეტებს, რომ საბოლოო ჯამში ფინანსური დამოუკიდებლობა უნდა. Gen Z არის ხალხი, რომელიც დაიბადა 1997 წლიდან 2012 წლამდე 11-ის ჩათვლით და მილენიალები არიან 1991 წლიდან 1996 წლამდე დაბადებულები. ანუ ეხლანდელი ახალგაზრდებიც და ასე ვთქვათ საშუალო გაზრდებიც აპრიორიტეტებენ ფინანსურ მიზნებს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენთანაც იგივე ხდება, რაც დასავლეთში ამ თვალსაზრისით.
მეორე კვლევა, რომელიც მინდა გაგიზიაროთ, არის რომ ახალგაზრდა ხალხისთვის ფინანსური დამოუკიდებლობა შეუძლია სტრესის შემცირება და ღელვის შემცირება, რომელიც აი ამ ფინანსებთან არის დაკავშირებული და ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევების თანახმად, ფინანსური სტრესი არის ერთ-ერთი ცენტრალური სტრესი ამ ადამიანებისთვის, რომელიც იწვევს გადაწვას, გადაღლას და შესაბამისად საბოლოო ჯამში მიიღავს მენტალური რაღაცა პრობლემების მიმართ. ამიტომ ფინანსური თავისუფლება არ არის ნივთების და სიმდიდრის შესახებ. ფინანსური თავისუფლება ფაქტიურად არის კარგად ყოფნის, აი well-being-ის კომპონენტი, ხო? და სამი წიგნი მინდა გირჩიოთ. ერთი არის სიუზი ორმანის 9 ნაბიჯი ფინანსური თავისუფლებისკენ, ხო, ქართულად ეს წიგნები უმეტესობა სამწუხაროდ ნათარგმნი არ არის. The 9 Steps to Financial Freedom არის ეს სიუზი ორმანის წიგნი. მეორე წიგნი მინდა გირჩიოთ The Automatic Millionaire, ანუ ავტომატური მილიონერი. აქ აი დამატებით პასიურ შემოსავლებზე არის საუბარი, დევიდ ბახი არის ამის ავტორი და კიდევ ერთი წიგნი, რომელიც ჩვევების ჩამოყალიბებას ეხება და ძალიან პოპულარული არის Atomic Habits, ატომური ჩვევები და ეს მე მგონი არის ნათარგმნი, ჯეიმს კლიარი არის ამის ავტორი. მოკლედ ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა და აბა დროებით შემდეგ ვიდეომდე დაგემშვიდობ.